ნუ აქეზებთ დაღუპვის გზაზე დგას ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილზე საუბრისას. მისი თქმით არქიმანდრიტისთვის პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არა უკრძალავთ და არც დაუსჯიათ. არქიმანდრიტი დოროთე კი ამბობს, რომ ჯაღმაიძემ მოსაყდრეს შიომდა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქი მოატყუეს და არ შემდგარ კომისიის განჩინებაზე მოაწერინეს ხელი. ამ განჩინებით არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედება აეკრძალა. პაპუაშვილის საბჭოთა კავშირსა და ევროკავშირს ერთმანეთს ადარებს. საბჭოთა მოსკოვი 5 წლედებს გვისახავდა, ახლა ხან 5 პუნქტს გვეუბნებიან, ხან რა გეგმებს გვისახავენ. ამბობს ის ევროკომისიის გაფართოების მწვავე ანგარიშის შეფასებისას. პაპუაშვილის თქმით, ევროკომისრების დამრიგებლური ტონი მიუღებელია. სასიამოვნოა თბილისში დაბრუნება. გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ქართველ ხალხს მადლობას უხდის. ფიშერი თბილისში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. ოცნების მხრიდან მუდმივი თავდასხმების გამო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მის 19 ოქტომბერს კონსულტაციებისთვის გამოიძახა. უკრაინა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დამატებითი პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენაზე მუშაობს, განცხადებას ზელენსკი ავრცელებს. მისი თქმით, ბალისტიკური და აერობალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლა უკიდურესად რთულია და მხოლოდ ზოგიერთ სისტემას შეუძლია მათი ეფექტურად ჩამოგდება.